როდესაც ჩადიხარ მიწისქვეშა მიტოვებულ ადგილებში ყოველთვის მაღალი რისკები არის და მცოდნე ადამიანის გარეშე მან ჩასვლა არ არის მიზანშეწონილი. შეიძლება ვინმე ნარკომანი შეხვდეს. ეს ალექსია და მე მისი აბსოლუტურად მჯერა. რადგან ისეთ ადგილზე უნდა ჩავიდეთ, სადაც უკვე 40 წელზე მეტია მგონი არავინ ჩასულა. ის კომუნისტებმა ააშენეს თბილისის ქვეშ ბირთვული ომის დროს თავის დასაცავად და საკმაოდ საშიშადაც გამოიყურება. შიგნით რო შეხვალ ბოლოს ის არის, რა ქვია, ამოქოლილი არის და ძალიან ბევრი ღამურა ცხოვრობს. ვარ გეშინია ღამურების. რავი, მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, თბილისის ზემოთაც ბევრი საინტერესო ადგილია. მაგალითად ეს ეკლესია. და ცხოვრება ადამიანმა, რომელიც ძალიან კაი კაცი გამოდგა, მითხრა ესეთი რაღაც, რომ ესო ადრე ქართული ეკლესია იყო, მაგრამ ერეკლე მეორეს ფული არ ქონდაო სამომრად და ზარბაზნებში და ოქროში სომხებს გაუცვალაო და დღეს გაურკვეველია მისი პატრონის ვინაობა. ეცი ამის გამო ძველდება რა. არ ვიცი ერეკლესა და სომხების ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ მე ერთი კი ცხადია. ეს ადგილიც არანაკლებ საშიშია, ვიდრე თბილისის ბუნკერები. არც ერთი სიტყვის არ მიჩერა. ჩემი კაი. აი ეს კრამიტი ჩამოვარდა. აი იქიდან და რამის თავი გამიხეთქა. დავუბრუნდეთ საშიშ ადგილებს. სანამ იქ ჩავიდოდი, ასეთი ადგილების მწოდნე ადამიანს, იგივე ალექს, და ვეკითხე ჭკუა, რომელმაც ასეთი რაღაც მიპასუხა. ბიჭო, ცოტა საშაროა, მაგრამ აქვს რამდენიმე იდეა. თბილისში თუ გინდა ერთად წავიდეთ და ჩაგიყვან. ეს კარგი ამბავია, მაგრამ ალექს თვის ბოლომდე არ ეცალა. მე კიდე გადავწყვიტე, რომ ეს დრო იმისთვის გამომეყენებინა, რომ ცოტა მევარჯიშა. ამიტომ გადავწყვიტე, სანამ ალექსი მოიცლი და ჩემით და ხმარების გარეშე მეპოვა თბილისის მიტოვებული და საინტერესო ადგილები. აი მე ხახო, რა მაგარია, ხედავთ ხო? ჩემი ჭკუით ამით წავივარჯიშებდი, რომ იმ კაცთან არ შეურცხვენილიყავი. ძალიან მალე დარწმუნებით, რომ ეს ნამდვილად მჭირდებოდა. ხო და ერთ საინტერესო ადგილზეც მოვედი. ლეგენდის მიხედვით, ამ სადარბაზოში ულამაზესი ნახატები უნდა იყოს. შევალეხლა და ვნახოთ. არა ვშტა. არასდროს ადგილზე მოვედი. და აქაურობის მოსაგანებად პირველად არ მოხდა ეს. დიდი შეცდომა ჩემგან, უნდა წავსულიყავი გალაქტიონ ტაბიძის 18-ში და მოვედი ტიციან ტაბიძის 18-ში. დიახ. ღმერთო ჩემო. ო, ცოტა უფრო დაკვირვებული უნდა ვიყო, თორემ შეიძლება ალექს ფეხი ვერ ავუწყო. და ახლა თუ მისამართები მეშლება, წარმოიდგინეთ რა დამემართება მიწისქვეშ როცა ჩავალთ. ეს ნახატები შეუქმნია ალექსანდრე ვოლჩოკს. 150 წლის წინ. ისინი შესრულებულია ბოროკოს სტილში. ამებს ვიტყვები. არც ალექსანდრე ვიცი ვინ არის და არც ბოროკო არ ვიცი როგორ გამოიყურება. ეს ვიდეო თქვენამდე მოიტანა Fi-Fi-მა. მეტი მათ შესახებ მოგვიანებით. რა თქმა უნდა დამაინტერესა ამ სახლის მეორე სართულზე რა ხდებოდა. შესაბამისად კიბეებზე წავედი და ერთ უცნაურ რაღაცას გადავაწყდი. ძალიან უცნაური რაღაც ვიპოვე აქ. ბანანის შოკოლადი. კაი, ხო მართლა კი არ ვიპოვე, მე დავდე წეღან ამოვედი. Well, no fucking shit. მაგრამ ერთი პრობლემაა. აქ ძალიან მარტივად შემოვედი. არაფერი არ გამჭირებია, უბრალოდ კარები გავაღერა. ხო და არ ვიცი ეს რამდენად კარგად მომზადებს ალექსისთვის. ნუ ის კი მაინც ვისწავლე, რომ სწორ მისამართებზე უნდა მივიდე. მაგრამ მიწის ქვეშ ჩასვლა შეიძლება იმდენად რთული იყოს, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყოველი შემდეგი ჩემი აღმოჩენა უფრო და უფრო უნდა გავართულო. რო გავძლიერდე, ხო ხვდებით. ესე იგი, ხა მოვდივართ ადგილზე, რომელზეც Facebook-ის კომენტარებში ეწერა, რომ ყოველთვის შევდივარი, ხო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ არავინ გამომეკიდებაო და დიდი იმედი მაქვს, რომ მეც არავინ არ გამომეკიდება. ანუ დიდი იმედი მაქვს იმის, რომ კერძო საკუთრებაში არ არის და მართლა ვიღაცა იქიდან არ გამოღვარდება და ცემას არ დამიწყებს. არ ვიცი. არა მგონი აქედან ვინმე გამოგვეკიდოს. რავი, მე მგონა რომ დიდი ნომერი დამხვდებოდა და შემოსვლაც რთული იქნებოდა, მაგრამ აი ეს დამხდა. ცოტა უკმაყოფილი ვარ, უფრო მეც ველოდებოდი არ ვიცი. ხო, მე დიდად ვერ აღფრთოვანდი აქაურობით, მაგრამ ჩემს დას აბსოლუტურად სხვა აზრი ჰქონია. მე მომეწონა კიბეები, მართლა ძალიან ლამაზი კიბეები, უბრალოდ ინგრევა, ცოტა ინგრევა. ლეგ ფეხრო დავაბიჯო, ჩავინგრევი. გონია ხალხი ცხოვრობს იქ. არ ვიცი, ჭურჭლების ხმა ისმის. კიდევა. სად ხალხი შეუვარდა? კი, კაკეთ. სად ხალხი ცხოვრობს? გონი ვიღაცის სახში შემოვარდი. ნელა ბიჭო. გონი ვიღაცის სახში შემოვარდით, ასე რომ წავალთ აქედან ძალიან სწრაფად. მართლაც აქაურებას ისეთი ვიზუალი აქვს, ვიღაც უნდა ცხოვრობდეს აუცილებლად. აქედან წამოსვლისას მართლაც გადავაწყდით ამ ყველაფრის ნიშნებს. ნუ არც ერთი მათგანი არ გამომკიდებია, მაგრამ ხო გახსოვთ. აქ შემოსვლა რთული უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით, რომ მე ვარჯიშა, მაგრამ რავი, უბრალოდ ღია კარებში შემოვედი აქაც.
ხო და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ ადგილში შესვლა ოდნავ რთული მაინც იქნება. თორემ ასეთი ტემპით საერთოდაც ვერ ვახერხებ მომზადებას. ეხლა მოვედით კინოთეატრ აპოლოსთან, რომელიც ზუსტად ვიცი რომ კერძო საკუთრებაა. ალექსი, რომელიც თბილისის ქვემოთ უნდა ჩამყვეს, აქ ნამყოფია. ასე რომ იმედი მაქვს იმის, რომ მეც შევძლებ შესვლას, მაგრამ შორიდან ყველა კარი დაკეტილს გავს და არც ვნახოთ შევალთ თუ არა. სანამ შესვლას შევეცდებოდი, იქამდე შიგნით შევიხედე და საკმაოდ ლამაზი რაღაც დამხვდა. ვაიმე ხახო, რა მაგარია, ხედავთ ხო? ანუ ნახე. საინტერესო რაღაც უნდა გითხრათ. ეს ვიდეო თქვენამდე მოიტანა Pipeline-მა. ფოტოებს თუ დავუჯერებთ, შიგნით ოთახები ბევრად უფრო უკეთესია იმასთან შედარებით, რისი დანახვაც აქედანაა შესაძლებელი. ეს არის ბიუჯეტური მიკროფონები ბლოგერებისთვის და კონტენტ კრეატორებისთვის. ჩემს დას და მეც ძალიან გვაინტერესებდა. ამისთვის კი იქ შესვლა ასაჭირო. პირველად რა თქმა უნდა, კარების გაღება ვცადე. რა თქმა უნდა დაკეტილია. რა თქმა უნდა ეს დაკეტილია, მაგრამ ჩემი მცდელობის მიუხედავად არაფერიც არ გამოვიდა. დავეხარ შესვლის ეს. რა შულო კარები შევანგრიო. არ დაგიმალავთ და ამას ისეთი კარგი ხმა არ აქვს, როგორც მაღალფასიან მიკროფონებს. მაგრამ ვინც ახლა იწყებთ, ან გინდათ რომ დაიწყოთ, აუცილებლად გამოგადგებათ. ტელეფონის მიკროფონს ნაღდად ჯობს. ასე რომ შეგიძლიათ მათსაიძე დაათვალიეროთ და შეიძინოთ. ეს ბოლო ადგილია, რომლის ნახვასაც ალექსთან მისვლამდე ვაპირებ. აქამდე ნანახემ დიდი ვერაფერი მასწავლა. აქაურობა პირველი დაბრკოლება, რომელიც შემხვდა და შეღწევა გამიჭირდა. ამიტომ მინდოდა შესვლა. იქნება პროცესში რაიმე გამოცდილება მაინც დავაგროვო. ხო და იმპროვიზაცია ჩავრდე. იქვე მჯდომ ბებოს, ვკითხე რამენაირად თუ შევძლებდი აქ შესვლას. მარჯობა, იცი რა მაინტერესებს? აქ შიგნით დათვალიერება გვინდა და ვერანაირად ვერ შევალთ. მე რა შევეკითხები ალექს როგორ შევიდა. აქ რო შეხვიდე, შენ იქნები მაგარი კაცი, მაგრამ ვერ შედიხარ. უნდა გაგერკვია, შვილო წინას. მე რა ვეუბნები, დებილი ხარ, მეთქი რატო ვარ დებილიო. მაგრამ აღმოჩნდა რომ აქ შესვლა ერთადერთი არა, რაშიც საშინლად ცუდი ვარ. აქამდე არანაირი მასწავლებელი არ მყოლია რა და. არ მაქვს ხურდები საერთოდ. არც მე არ მაქვს ხურდები. არა. ვერ ვეხმარები აქ ვერ შევდივარ. არ გამოვა ჩემგან რა ნამდვილი მამაკაცი. აი ალექსთან მიყვა და ვისწავლე. აქამდე მე მასწავლებელი არ მყოლია და ალექსი იქნება ჩემი მასწავლებელი და აი მის მერე ნახე როგორ ვიქნები რა. სად მიდიხარ? თბილისის ქვეშ. ეხა სად მიდიხარ? ეხა აღარსა და ნახე მიდივარ ჩემი. და მანქანა უკან არის, სად მიდიხარ? ვიფიქრე რომ აზრი აღარ ჰქონდა და წამოსვლა გადავწყვიტე. მაგრამ ბოლო შანსი მაინც უნდა გამომეყენებინა. გვერდიდან რაღაც უცნაური შესასვლელი ჰქონდა. ხო და თავში ერთი გენიოსური აზრი მომივიდა. იქნებ აქედან იყოს რაიმე შესაძრომი თქო. აქვედან. ეს იტალიური ეზოა მგონი. აი აქედან ზურზე ვერ შევალთ. ეს იტალიური ეზო. საბოლოოდ მხოლოდ შოთისპური შემრჩა აქაურობისგან. ერთადერთი მიღწევა შოთისპურის ყიდვა გამოდგა. ჩემით ვერაფრის აღმოჩენა და გამოკვლევა ვერ შევძელი. ზოგან ძალიან მარტივი იყო ჩასვლა, მაგრამ სადაც რთული იყო, საერთოდ ვერ შევედი. ახლა უკვე დრო ალექსთან ერთად ჩავიდე ბუნკერში. ამის მიუხედავად წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი იქნებოდა ბუნკერი. შეიძლება მარტივიც კი ყოფილიყო, მაგრამ აქაურობას დაცვა ყავდა. ამიტომ დალოდება მოგვიწია, რომ წასულიყვნენ, მარტივად რომ მივსულიყავით. საშიში არის თუ არა იქ ჩასვლა, იმისთვის ვინც არ იცის. შეიძლება ვინმე ნარკომანი შეხვდეს, ვინმე შეყვარებული წყვილი შეხვდეს. ნახოთ თუ გაგვიმართლებს ახლა და საინტერესო რაღაცები თუ დაგხვდეთ. წამონახოთ. ალექსი საკმაოდ წინ დახედული მასწავლებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ფანარი არ მქონდა. ხო და მას თურმე ორი ცალი ჰქონია. და ჩემი ჭკუით, მეცა ასაკის უმეტესობას კომპიუტერთან მაქვს მთელი ცხოვრება გატარებული და მინდა რომ სახელნაირად გამოვიდე და ჩემით რაღაცეები ვიპოვოთ, ხო და? არაფრის პოვნამი არ გამომივიდა. ეს არის ჰერმეტული კარი. ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ეს არის ესეთი ბუფერული ზონა. ანუ იღება ის კარი, შემოდის ადამიანი, ის კარი იკეტება, აქედან ამოიტუმბება ბინძურებული ჰაერი. მერე ურეკავს მორიგეს, მორიგი აღებს უკვე ამ შიდა კარებს და ადამიანი შედის შიგნით. ფილმებში რო ხედავ. ესეც არის ცენტრალური დარბაზი. ძირითადად აქ ხოლმე იმალება ხალხი, როგორც წესი, და აქ ორსართულიანი ლოგინები არის ესე მოწყობილი. ხო, ერთი შეხედვით არც ისე საშიშს გავს აქაურობა, როგორც მე წარმომედგინა. აქ ვიღაც მომჟი ცხოვრობდა, ან ცხოვრობს. შეიძლება გამოგვეკიდოს ეხა? არა მგონია. ხო, ფეხქვეში ყურე, რამეს არ დააბიჯო. რამე არ დამაბიჯოს თორე მე დამაბიჯებ არა უფრო. ეს იყო იზოლირებული. ბიჭო, არ ვიცი, მაგრამ რომ შეეხო, შეიძლება ამანაც შეგეხოს რა და. აი ესეც არის ერთ-ერთი შესასვლელი. შიგნით რო შეხვალ ბოლოს ის არის, რა ქვია, ამოქოლილი არის და ძალიან ბევრი ღამურა ცხოვრობს. ვარ გეშინია ღამურების. რავი, ახლოს არ მინახე და ჯერ არ ვიცი მეშინი თუ არა მგონია მეშინდეს. აი ესე არის რა.
სომიტი არა. საბოლოოდ აქედან ცოცხლები ამოვედით. შეიძლება არც ისე რთული და საშიში არ გამოდგა აქაურობა. ცოტას ნერვიულობდი იმის გამო, რომ ჩემით ვერაფერი აღმოვაჩინე და კარგად ნამეცადინები არ ვიყავი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ალექსის მსგავსი ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარებიან და შეეცდებიან გაგვიმარტივონ საქმე. და ამას პლუსთან გვასწავლონ. თავარია მისნაირი ადამიანები ვიპოვოთ და რაც თავარია უბრალოდ ცადოთ. აი ამისთვის კი мотивაციას ბარემი შოკოლადი მოგწევს. She had not been 2 weeks from shore and down on her a right whale bore. The captain called all hands and